გამარჯობა, დღეს უნდა ვისაუბრო საკმაოდ მოკლედ და ზოგადად ქართული ოცნების მმართველობის შესახებ. და მინდა ვისაუბრო რომ არის ქართული ოცნება, ქართული ხალხის და საქართველოს მტერი. მოდი პირველ რიგში გავიხსენოთ, როგორ გამოჩნდა ქართული ოცნება პოლიტიკურ ასპარეზზე. ჩვენ გვახსოვს, რომ გამოჩნდა პარტია ქართული ოცნება, ბიძინა ივანიშვილი სათავეში, ოლიგარქი, რომელიც ჩამოდის რუსეთიდან, აქვს ბევრი ფული და რასაკვირველია ხალხს უჩნდება მოოდინები და ბიძინა ივანიშვილიც ამ დაპირებებით მოდის, რომ ქართულ ხალხს ქართული ოცნების მოსვლის შემთხვევაში იქნება უფასო ფული, გაიზრდება პენსიები, აღმოიფხვრება უმუშევრობა, რასაკვირველია ქართული ოცნება ხარს უჭერდა საქართველოს ევროინტეგრაციას, ნატოსთან დაახლოვებას. თავიდანვე ქართული ოცნება იყო მოგვევლინა როგორც მხსნელი სააკაშვილის რეჟიმის შემდეგ და ქართულ ოცნებას მოეგვარებინა ყველა არსებული პრობლემა, მათ შორის უნდა აღმოეფხვრა კორუფცია, უნდა ყოლდა უკეთესი პასუხისმგებლიანი პოლიციელები, საჯარო მოხელეები და ასე შემდეგ. ბიძინა ივანიშვილი თავად საუბრობდა იმაზე, რომ აუცილებელია ეთნიკური უმცირესობების, სექსუალური უმცირესობების დაცვა, უფლებების დაცვა და საუბრობდა, რომ მათ მიმართ უნდა გაჩენილიყო მიმღებლობა. ასევე საუბრობდა თავისუფალი კრიტიკული მედიის არსებობის აუცილებლობაზე და პრინციპში იყო იდეალური პარტია, რომელსაც ჰქონდა ძალიან ისეთი იდეალისტური და ხალხისთვის კეთილდღეობის მომტანი დაპირებები. თუმცა მოდი შევხედოთ 12 წლის მერე რა შედეგი მოიტანა ქართული ოცნების მმართველობამ. ჩვენ ვხედავთ, რომ რეალურად თავარი და უპირველესი რაც მნიშვნელოვანი არის, საქართველოს შეიცვალა გეზი, საქართველოს აღარ მიდის ევროპისკენ. ევროინტეგრაციის პროცესი არის შეჩერებული კობახიძის განცხადების შემდეგ. ეს პირველი და უმნიშვნელოვანესი და ქართული ოცნება ყალიბდება რეჟიმად, მას შემდეგ რაც გააყალბა არჩევნები, მას შემდეგ რაც ოპოზიციური პარტიების ლიდერები დააკავა და უყავს დაახლოებით 60-მდე პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული მოქალაქე, აქციების დროს დაკავებული ახალგაზრდები, რომელსაც ემუქრებათ 6 წელი, 9 წელი პატიმრობა. რასაკვირველია ეს არის პოლიტიკური მოტივით და სასამართლო, პოლიცია, ნებისმიერი ინსტიტუტი, რომელიც უნდა ემსახურებოდეს საქართველოს, ემსახურება ქართულ ოცნებას, შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, პოლიცია და ასე შემდეგ. ანუ რეალურად ჩვენ მივიღეთ სახელმწიფო, რომლის მეთაურიც არის ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძე, მივიღეთ არალეგიტიმური პარლამენტი, არალეგიტიმური პრეზიდენტი და ის დაპირებები, რაც ქართულ ოცნებას ჰქონდა რეალურად საკუთარ ამორჩეველთან, არის ჯერ კიდევ შეუსრულებელი 12 წლის შემდეგ, ხო? რომ ვისაუბროთ ეკონომიკურ მდგომარეობაზე, პირველი, ყველაზე მნიშვნელოვანი საქართველოსთვის არის სიღარიბის, სიღატაკის პრობლემა, იმიტომ რომ ქართულ ხალხს არ აქვს მინიმალური საარსებო წყარო, არის დაბალი ხელფასები, სტუდენტებს, ახალგაზრდებს არ აქვს იმ შესაძლებლობა, რომ დასაქმდნენ. პარალელურად ახალგაზრდებს, სტუდენტებს უწევთ, რომ ბინისკირა გადაიხადონ, უნივერსიტეტის თანხა გადაიხადონ და შესაბამისად მათ არც სწავლა გამოსდით ბოლომდე და უწევთ, რომ ესე იმუშაონ და თან ისწავლონ რაღაცნაირად ესე რთულ პირობებში. პენსიონერები არიან საშინაო მდგომარეობაში. ამ ადამიანებს არ აქვს საშუალება, რომ თვიდან თვემდე თავი გაიტანონ. აქვს უამრავი ვალები და ვერ ყიდულობენ წამლებს, რომელიც მათ ჭირდებათ საკუთარი ჯანმრთელობისთვის. საშინელი ვითარება არის იმ მხრივ, რომ სოციალური მდგომარეობა უფრო და უფრო უარესდება, მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნება და ექსპერტები, მათი ექსპერტები გვაჯერებენ, რომ საქართველოს აქვს ეკონომიკური ზრდა. ჩვენ შეგვიძლია რომ დავინახოთ მარტივად, ხო, გაზრდილი არის ფასები მარკეტებში, წამლების ფასები არის გაზრდილი, ბინების ფასები და ასე შემდეგ, საშინელი ინფლაციაა და არც ერთ საქართველოს მოქალაქეს არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ღირსეულად იმუშაოს, კონდეს ღირსეული სამუშაო პირობები, ღირსეული ხელფასი. მარტივად რო ვთქვათ, ქართულმა ოცნებამ ის თავარი დაპირება, რაც იყო, რომ ბიძინა ივანიშვილი თავისი მილიარდებით ქართულ ხალხს აშენებდა და კეთილდღეობას მოუტანდა და ეკონომიკურად უკეთეს ქვეყანაში ცხოვრობდა, ეს თავარი დაპირება ვერ შეასრულა ქართულმა ოცნებამ. გარდა იმისა, რომ რაღაცა ეს უღალატა საერთოდ ევროპულ გზას და მიგოქარებს რუსეთისკენ. რომ გავაგრძელოთ პრობლემებზე საუბარი, უმნიშვნელოვანესი პრობლემა არის ის, რომ საქართველოში შემცირდა შობადობის მაჩვენებელი და გაიზარდა სიკვდილიანობის მაჩვენებელი. უამრავი უბედური შემთხვევა ხდება, თუმცა ამ უბედური შემთხვევის უკან ხშირ შემთხვევაში დგას საჯარო მოხელეების უპასუხისმგებლობა და ის რომ მათ არ გააჩნიათ პროფესიონალიზმი. ავითარებაში არის ქალაქი თბილისი, რეგიონებში ქალაქები, ავითარებაში არის, არ არის უსაფრთხოების ნორმები დაცული, ტყვარში ერთი მეორის მიყოლებით მანქანები ცვივა და ეს უბედური შემთხვევა არ არის, ეს არის უპასუხისმგებლობა
თბილისის მერიის კახი კალაძის. ნუ საბოლოო ჯამში ისე გამოდის, რომ ის ადამიანები, საჯარო მოხელეები, რომლებიც უნდა ზრუნავდნენ ქართული ხალხის კეთილდღეობაზე, ქალაქის ინფრასტრუქტურაზე და ასე შემდეგ, ეს ადამიანები მხოლოდ თავაზობენ ახალ სკვერებს და თავაზობენ უამრავ სიკვდილის მაჩვენებელს, უბედურ შემთხვევებს, საჯარო მოხელეების გაუთვალისწინებლობის საფუძველზე კიდევ ერთხელ. ხო, ასევე წერან გამორჩა და საჯარო მოხელე პარლამენტარების ხელფასები გაიზარდა, გასამაგდა თუ გაუთხმაგდა, როდესაც პენსიები გაიზარდა რამდენიმე ლარით, ხო? ეს არის რეალურად ქართული ოცნების სახე და ამ ადამიანების, ქართული ოცნების დეპუტატების, ბიზინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, ამ ადამიანების დამოკიდებულება ქართული ხალხის მიმართ, უბრალო ქართული მოქალაქეების მიმართ, ისინი არ ზრუნავენ ქართული ხალხის კეთილდღეობაზე. რომ გავაგრძელოთ საუბარი, ამ მნიშვნელოვანი პრობლემა არის განათლების პრობლემა. საშინელ მდგომარეობაშია სასკოლო განათლება, უნივერსიტეტები, არანაირი ეფექტიანი საგანმანათლებლო რეფორმა არ ქონია, არის საშინელი სახელმძღვანელოები, ნორმალურად, ხო, კარგად არის სწავლება საფუძვლიანად, სამოქალაქო განათლება, ისტორია, ის საგნები, თუნდაც ქართული ენა და ლიტერატურა, საგნები, სადაც ავიცი, ქართული სულისკვეთება, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა უნდა ისწავლოს სკოლის მოსწავლემ და ახალგაზრდამ, არ ისწავლება შესაბამისად, ასევე არ გამოგჩეს, რომ ეროვნულებიდან ამოიღეს ილია ჭავჭავაძის და სხვა მწერლების ისეთი ნაწარმოებები, სადაც არის ეს პატრიოტული სულისკვეთება გამოჩენილი. და ეს არის ძალიან ცუდი, იმიტომ რომ ჩვენ არ შეიძლება ვთქვათ ეროვნულების გამოსტიდან, ხო, რომ საიდანაც უკვე უნივერსიტეტში უნდა გააგრძელოს სწავლა მოსწავლემ, ამოვიღოთ და არ შევაფასოთ ისეთი ცოდნა, რაც ცოდნითაც უნდა ვაფასებდეთ ჩვენ ამ მოსწავლის ღირებულებებს, ისტორიულ ცოდნას, საქართველოს ისტორიის სიყვარულს, პატრიოტულ სულისკვეთებას და ასე შემდეგ. უნივერსიტეტებს რაც შეეხება და უკვე გადავიდეთ პლუსთან ახალ თემაზე, რომ ეს თავისუფალი აზრის გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ ბრძოლა სტუდენტების წინააღმდეგ, უნივერსიტეტების წინააღმდეგ, უნივერსიტეტებში არ არსებობს ავტონომიური ადმინისტრაცია, უნივერსიტეტს არ აქვს ავტონომია, შესაბამისად ერთ-ერთი უნივერსიტეტის რექტორი იქნება თუ ადმინისტრაცია იქნება, ის ვერ განაგებს უნივერსიტეტს და დამოკიდებული არის ქართულ ოცნებაზე, სისტემაზეა დამოკიდებული და სისტემის ნაწილი არის, ისევე როგორც სხვადასხვა ინსტიტუტები, რომელიც ასევე დამოუკიდებელი უნდა იყოს, მნიშვნელოვანი პოლიცია იქნება თუ შინაგან საქმეთა სამინისტრო თუ ასე შემდეგ. უნივერსიტეტები არის დაქვემდებარებული ქართული ოცნების ქვეშ და შესაბამისად სტუდენტებს ეკრძალებათ და ეზღუდებათ გამოხატვის თავისუფლება. ჩვენ ქონია უმრავი მომენტი, როდესაც სტუდენტებს უზღუდავდნენ პროტესტს უნივერსიტეტში, ჯარიმები დაუწერეს, მათ შორის თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტებს, აი რაღაცა დაპირისპირება იყო ყოველთვის, მეც მათ შორის, როდესაც თესეუში ვიყავი, იქაც ელემენტარული, თქვათ, არც ერთ რექტორს და უნივერსიტეტის სახელით არ შეეძლო რომ გაეკეთებინა სოლიდარობის განცხადება საკუთარი დაკავებული სტუდენტების მიმართ, იმიტომ რომ პოლიტიკური განცხადება არის და ამას ვერ გავაკეთებ თუ რაც სრულად არ არის სწორი, იმიტომ რომ სტუდენტის მიმართ სოლიდარობის გამოხატვა ეს არის სრულად ადამიანური, მორალური პასუხისმგებლობა უნივერსიტეტის რექტორის და რაც შეეხება კიდე მნიშვნელოვან პრობლემას, ქართული ოცნების დაპირება, რაც გვითხრეს ქართული ოცნების წარმომადგენლებმა, რომ ისინი განსხვავებულად გააკეთებდნენ ნაციონალური მოძრაობისგან განსხვავებით, ხო, წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, ყოველთვის ამით მოაქვს თავი ქართულ ოცნებას, რომ ჩვენ ჯობი ვართ წინა ხელისუფლებას, ჩვენ უკეთესი ვართ ვიდრე წინა ხელისუფლება, თუმცა ხედავთ, რომ ქართული ოცნების რიგებში არიან ყოფილი ნაციონალური მოძრაობის წევრები, ძალოვან სტრუქტურებში, მით უმეტეს და ეხლა ხანს დაინიშნა ყოფილი ნაციონალური მოძრაობის ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელი ქართული ოცნების შინაგან საქმეთა სამინისტროს მინისტრად და ის მთავარი დაპირება, რაც ქართულ ოცნებას ჰქონდა, რომ ის შეცვლიდა ნაციონალური მოძრაობის ძალადობრივ საპოლიციო სისტემას, რომელიც ძალადობდა მოქალაქეებზე და შეამცირებდა კრიმინალს. ჩვენ ამის საპირისპიროდ ხედავთ, რომ ქართული ოცნების მმართველობის ქვეშ გაიზარდა ნარკოტიკების მოხმარების რიცხვი, გაიზარდა ნარკორეალიზაცია, ხო, ხედავთ, რომ ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, რომ რუსეთიდან შემოტანილი რასაკვირველია, ნარკოტიკი შეიძინოს, მოიხმაროს და რეალურად პოლიცია ამ ადამიანებს არ დასდევს. არ ცდილობს, რომ აღმოფხვრას ეს პრობლემა და ეს ეტყობა თბილის, ხშირად წავაწყდებით ხოლმე ფოტოებს Facebook-ზე, ან თვითონაც ვნახოთ, რომ კორპუსებთან, რა ვიცი, პარკებში როგორ ყრია გამოყენებული ნემსები
და ასე შემდეგ, მოკლედ ეს პრობლემა პირიქით უფრო მეტად დამძიმდა და სერიოზული პრობლემა გვაქვს ნარკოტიკების მოხმარების ახალგაზრდებში, მათ შორის რაც განზრახ აკეთებს ქართული ოცნება ამას, იმიტომ რომ ქართული ოცნება არანაირად არ ცდილობს ამ პრობლემის მოგორებას და პირიქით უნდა რომ ეს ყველაფერი წახალისდეს და წინააღმდეგი არის ნათელი მომავლის საქართველოსი, წინააღმდეგი არის განათლებული ახალგაზრდობის და რაც შეეხება საპოლიციო სისტემას, ნუ ხედავთ რომ იმაზე მეტი დარბევები, იმაზე სასტიკი დარბევები, სასტიკი მოპყრობა პოლიციის მხრიდან გვაქვს ეხლა ქართული ოცნების მმართველობის პირობებში, ვიდრე ეს იყო ნაციონალური მოძრაობის დროს. ხო, რა თავარი დაპირება იყო ქართული ოცნების პროპაგანდა, რაზეც აქვს აგებული, რომ ჩვენ უკეთესები ვართ და ჩვენზე უკეთესი არავინ არ მოვა, ჩვენ ვართ მხსნელები, ჩვენ გადავარჩენთ ქვეყანას და ასე შემდეგ. ეს დაპირება იყო ტყუილი. იმიტომ რომ ყველაფერი რაც ქართული ოცნების პირობებში შეიქმნა, არის იმაზე უარესი თუ არა მინიმუმ იგივე არის რაც იყო წინა ხელისუფლების დროს. ეხლა რაც შეეხება დღევანდელ სიტუაციას, ქართული ოცნება უკვე ყალიბდება ავტოკრატიულ რეჟიმად, ძალადობრივ რეჟიმად, რომელიც დგას პოლიციურ ძალაზე, რეპრესიებზე, ანუ დააკავეს ოპოზიციური პარტიის ლიდერები, პოლიტიკოსები, ყავს უკანონო ატიმრები, მათ დააკანონეს სიტყვის თავისუფლების აკრძალვა, მედიებს დაუწესეს შეზღუდვა, რომ მათ რა სიტყვის, რა კონკრეტული ტერმინების გამოყენება შეუძლიათ და მედიებს აუკრძალეს, რომ თქვათ, გამოიყენონ სიტყვები, როგორც არის რეჟიმი, ეგრეთ წოდებული ხელისუფლება, არალეგიტიმური მთავრობა და ასე შემდეგ, რაც არის შეზღუდვა, რასაკვირველია, თავისუფალი მედიის, რასაც კვირდებოდა თავიდან ბიძინა ივანიშვილი, რომ მედია უნდა იყოს თავისუფალი და ასე შემდეგ, რა აზრებსაც გვეუბნებოდა და იძახდა საჯაროდ, ეს რეალურად არ სრულდება და პირიქით ქართული ოცნება აწესებს შეზღუდვებს მედიაზე. შემდეგ უკვე გვაქვს საერთაშორისო საგარეო იზოლაცია ქართული ოცნების მმართველობის, არც ერთი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორი, მეგობარი, იქნება ეს ევროპა, ამერიკის შეერთებული შტატები, ნებისმიერი თანამედროვე ცივილიზებული ქვეყანა არ უჭერს მხარს და აკრიტიკებს ქართული ოცნების მთავრობას, არალეგიტიმურ მთავრობას და ჩვენ ვხედავთ მოწონებას, პოზიტიურ განცხადებებს რუსეთისგან და რუსი აღაჩინოსნებისგან, პუტინისგან და ქართული ოცნება აწარმოებს უდიდეს პროპაგანდის მანქანას საკუთარი მოსახლეობის, საკუთარი ამომრჩევლის წინააღმდეგ, რათა გადაიფაროს ის პრობლემები, რაც ახლა მე ვისაუბრე და დააჯეროს ქართულ მოსახლეობას და ქართული ოცნების ამომრჩევლებს, იმ ადამიანებს, ვისაც არ აქვთ ესე წვდომა, თქვა თბილისთან და ამ პრობლემებს ასაკოვანი ხალხი, პენსიონერები, ის ადამიანები, ვინც მთავრობის შემწეობით საზრდოობენ, ვინც საჯარო სამსახურებში მუშაობენ და ასე შემდეგ, ამ ადამიანების წინააღმდეგ იყენებს პროპაგანდას და როგორც ნებისმიერ რეჟიმის ტიპის სახელმწიფოში, ნებისმიერ ამ რაღაცა ავტოკრატიულ დიქტატორულ სახელმწიფოში ქართული ოცნება ქმნის მტრის ხატს და ჩვენ ვხედავთ როგორ იყენებს რუსულ საბჭოთა კავშირის დროინდელ ტაქტიკას, საბჭოთა კავშირის დროინდელ პროპაგანდას დემონსტრანტების, აქციის მონაწილეების, ქართული ახალგაზრდების წინააღმდეგ, რომ გააუფასუროს ბრძოლა, გააუფასუროს ის აქცია და ის მიტინგი, რაც ხდება ახლა თბილისში და სხვადასხვა რეგიონებში ქართული ოცნების მთავრობის წინააღმდეგ, ხო? რას ვხედავთ ახლა და რითი გავს ქართული ოცნების პროპაგანდა საბჭოთა კავშირის პროპაგანდას, თუნდაც ან ნებისმიერი დიქტატორული საქართველოს პროპაგანდას. ჩვენ ვხედავთ ამ რაღაცა მტრის ხატს, რომელსაც უნდა ვებრძოლოთ, ხო? ამ შემთხვევაში ეს არის ჩამოყალიბდა ამ ბოლოსკენ უკვე და მივიღეთ deep state-ი, მივიღეთ რაღაცა ეს მტრის ხატი, რომელიც გაბატონებულია ეს მთელ მსოფლიოში და ცდილობს რომ გარყვნას საქართველო, მიითვისოს საქართველო და საქართველოს შეუზღუდოს დამოუკიდებლობა. და ეს არის მტერი, რომელსაც ქართული ოცნება ებრძვის და სწორედ ამიტომ ქართული ოცნება არის რაღაცნაირად ეს მტრის წინააღმდეგ მებრძოლი ხელისუფლება. ხო, ესე გვაჩვენებს ქართული ოცნება საკუთარ თავს. ესე ხდება ნებისმიერ დიქტატორულ სახელმწიფოში, თუმცა რეალობა გვაჩვენებს რას, ხო? რეალობა გვაჩვენებს იმას, რომ როდესაც ანტისაბჭოთა გამოსვლები იყო თბილისში, მაშინაც ზუსტად იგივე ხერხებით, ზუსტად იგივენაირად აშინებდა საბჭოთა კავშირი
მოქალაქეებს, რომ ამერიკა დასავლეთი იყო მტერი, დასავლეთი იყო გარყვნილი, არაქრისტიანი, ღირებულებების შემბღალავი და ასე შემდეგ, ესეთი ცუდი სახელმწიფო, ცუდი მხარე და ზუსტად იგივენერად ქართული ოცნება იმეორებს ამ პრაქტიკას, ასევე მიტინგის და აქციის მონაწილეების შესახებ ქართული ოცნება იგივე განცხადებებს აკეთებს, რა განცხადებებიც იწერებოდა საბჭოთა კავშირის დროს გაზეთ კომუნისტში, ხო, რომ მოიხსენიებდნენ აქციის მონაწილეებს რადიკალებად, რაღაცა ძალადობრივი დაჯგუფების წარმომადგენლები, აქციის მონაწილეები, რომლებიც ამტვრევენ, ამსხვრევენ, აფუჭებენ და უნდათ გადატრიალება, უნდათ ომი, უნდათ რაღაცა ესკალაცია და ასე შემდეგ და იგივე პროპაგანდას იყენებს ქართული ოცნება, რა პროპაგანდასაც იყენებდა საბჭოთა კავშირი. თუ ჩვენ თქვა ძალიან მარტივად აი ამ პარალელის შედეგად დავფიქრდებით, ყველა ქართველს მე მჯერა რომ ანტისაბჭოთა გამოსვლები და ის მიტინგი, ის წინააღმდეგობა, რაც თბილისში იყო მაშინ, რამაც შექმნა დამოუკიდებელი საქართველო, იყო ეს 9 აპრილი და უამრავი დაღუპული ადამიანი თავისუფლებისთვის ბრძოლაში. ამ ბრძოლის შედეგად მივიღეთ ჩვენ დამოუკიდებელი საქართველო და ზუსტად იგივე სახის ბრძოლა არის ახლა თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის ქართული ოცნების წინააღმდეგ. ეს სიტუაცია, რაც ხდება ამჟამინდელი მდგომარეობით საქართველოში, ქართული ხალხის ბრძოლა თავისუფლებისთვის ქართული ოცნების წინააღმდეგ, რაც ზუსტად იგივენაირი ბრძოლაა, როგორც საბჭოთა კავშირზე ებრძოდა ქართული ხალხი, სანამ დამოუკიდებლობას მოიპოვებით. ახლა რაც შეეხება დღევანდელ მდგომარეობას, რა ვითარება და მინდა პოლიტიკურ სპექტრს შევეხო იმ ვითარებას, იმ აქტორებს, ვინც ახლა საპროტესტო საზოგადოების ნაწილია და ჩართული არიან პროტესტში. სხვა რაღაცნაირად ერთი ნაწილი არის პოლიტიკური პარტიები, მეორე ნაწილი არის საზოგადოებრივი ორგანიზაციები, სტუდენტური მოძრაობები და ასე შემდეგ. ეს ადამიანები ქუჩის წინააღმდეგობას ქმნიან. და მესამე ეს არის თავისუფალი კრიტიკული მედია, რომელიც მთელი ძალებით ჩართულია ამ პროტესტის გაშუქებაში და უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს, იმიტომ რომ კრიტიკული და თავისუფალი მედიის წყალობით ჩვენ გვაქვს მოპოვებული, უამრავი სამხილი, გვაქვს მოპოვებული რეალობა, იმ რეალობას ვიცავთ, რომელსაც ქართული ოცნება აყალბებს და ამიტომ არის აუცილებელი, რომ კრიტიკული და თავისუფალი მედია გქონდეს, ჟურნალისტების ბრძოლა, ამიტომ არის დასაფასებელი, რომ თუნდაც ეს დარბევები იქნება, ადამიანის დაკავებები იქნება, ჟურნალისტური გამოძიებები იქნება და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი ძალიან დიდ საფრთხეს უქმნის ქართულ ოცნებას და ძალიან მნიშვნელოვანი დახმარება არის პროტესტისთვის და აქციის მონაწილეებისთვის, უსაფრთხოებისთვის და ასე შემდეგ. რო ვისაუბროთ პოლიტიკურ პარტიებზე, ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებზე, ჩვენ ყავს პოლიტიკოსები, რომლებიც სამწუხაროდ ვერც ერთი პოლიტიკოსი ახლა ვერ სარგებლობს დიდი პოპულარობით აქციის მონაწილეებში. გვიახლოვდება თვითმმართველობის არჩევნები და ეს ძირითადი თემა ამ ბოლო დღეებში განხილვის საგანი იყო თვითმმართველობის არჩევნებში გასულ მონაწილეობის მიღების ან არ მიღების საკითხი და აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორად შევაფასოთ კონკრეტული ვითარება და სწორად შევაფასოთ რა შეიძლება აი ამ გადაწყვეტილებას მოყვეს, ხო, მომავალში რა სარგებელი შეიძლება მოგცეს. ის რომ დღევანდელი ვითარებით ჩვენ ვიმყოფებით რაღაცნაირად ამ უკომპრომისო ბრძოლაში, ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება ვთქვათ, რომ რაღაცეებზე უკან დავიხიოთ, რაღაცეებზე მოლაპარაკებები ვაწარმოოთ და ასე შემდეგ, ხო, ჩვენ გვაქვს ნათელი მაგალითი რეჟიმის, ქართული ოცნების სახით, ყავს პარლამენტი, პრეზიდენტი, რომელიც არის არალეგიტიმური, ყავს უკანონო პატიმრები, ყავს პოლიტიკოსები, რომლებიც დააკავეს და პატიმრობა ელოდება ასევე სხვა პოლიტიკოსებსაც, გვაქვს ვითარება, როდესაც თავისუფალი კრიტიკული მედია არის სერიოზული საფრთხის ქვეშ, რომ ისინი დაიხურონ და აღარ გქონდეს თავისუფალი მედია და გვაქვს სიტუაცია, როდესაც ქართულმა ოცნებამ ძალიან მკვეთრად, ძალიან კაფიოდ განაცხადა, რომ არაპირებს არჩევნების გზით რაიმის დათმობას, ძალაუფლების დათმობას. ქართული ოცნება 12 წლის განმავლობაში რაღაცნაირად გარყვნილი არის ამ ძალაუფლებით და არანაირად არაპირებს, რომ ძალაუფლება დაუთმოს ვინმეს არჩევნების გზით. ასევე ამჟამინდელი ვითარებით ჩვენ არ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ არ ვიცი, მოვამზადოთ იმაზე მეტი დამკვირვებელი, ვიდრე ყავდა 26 ოქტომბერს, როდესაც გაყავდა არჩევნები, იმაზე მეტი აქტივობა დავდოთ
მონაწილეობის არჩევნებში, ვიდრე 26 ოქტომბერს იყო და რასაკვირველია, არ ვართ იმ ვითარებაში მორალურად, რომ ჩვენ მივიღოთ მონაწილეობა თვითმმართველობის არჩევნებში. შესაბამისად, ქართული ამომრჩევლის დაკვეთა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისადმი ეს არის ძალიან მარტივი და გასაგები, რომ ჩვენ ვართ უკომპრომისო ბრძოლაში, ჩვენ ვართ ბრძოლაში, რომლის ერთადერთი გამარჯვების გზა არის მშვიდობიანი რევოლუციის გზით ქართული ოცნების რეჟიმის გადაგდება. ამიტომ, როდესაც ვიცით, რომ ქართული ოცნება არ წამოვა არანაირ მოლაპარაკებაზე, არაფრის დათმობას არ აპირებს, შესაბამისად, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა არის მოღალატეობრივი ქმედება. ამიტომ, ნებისმიერი პოლიტიკოსი, რომელიც მიიღებს მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში, რასაკვირველია, იგივე ნაირი მტერი იქნება პროცესის, როგორც არის ქართული ოცნება, იმიტომ რომ პოლიტიკოსები უნდა იყვნენ ადამიანები, რომლებიც ლიდერები იქნებიან პროცესის, რომლებიც თავგანწირვით იბრძოლებენ, რომლებიც წამსვლელები იქნებიან იმაზე, რომ საკუთარი თავისუფლება დათმონ, საკუთარი სიცოცხლე დათმონ ქვეყნისთვის და საკუთარი ამომრჩევლისთვის და ეს პოლიტიკოსები, ვინც ახლა ყავს, იქნებიან ადამიანები, რომელსაც ქართული ოცნების გადაგდების შემდეგ ჩვენ ავირჩევთ და ისინი იქნებიან ხელისუფლებაში ან პარლამენტში. შესაბამისად, კულტურა ახლავე უნდა ავაშენოთ იმის კულტურა, რომ ამომრჩეველი აკეთებს დაკვეთას, აძლევს პოლიტიკურ პარტიას და პოლიტიკური პარტია ასრულებს დაკვეთას. არც ერთი პოლიტიკური პარტია, არც ერთი პოლიტიკოსი არ არის არაფერი, არ აქვს ფასი მათ პოლიტიკოსობას თუ არ ასრულებენ ამომრჩევლის დაკვეთას. არ აქვს მნიშვნელობა მათ გამოცდილებას, რა გაუკეთებიათ ამ პროცესისთვის და ასე შემდეგ, პოლიტიკოსი არის ამომრჩევლის დაკვეთის შემსრულებელი. შესაბამისად, როდესაც ამომრჩევლის დაკვეთა არის, რომ ბოიკოტი გამოუცხადოთ თვითმმართველობის არჩევნებს, არც ერთი პოლიტიკური პარტია თვითმმართველობის არჩევნებზე არ უნდა გავიდეს და ეს უნდა იყოს ერთიანი შეთანხმებული პოზიცია, რომ არც ერთი პოლიტიკური პარტია არ გადის თვითმმართველობის არჩევნებზე. მე მგონია, რომ ამ შემთხვევაში თუ კი რომელიმე პოლიტიკური პარტია გაბედავს და ამ გაფრთხილების, ამ დაკვეთის მიუხედავად მიიღებს მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში და გადავა ქართული ოცნების მხარეს და არც ერთი ამომრჩეველი ამ პოლიტიკოს მეორედ აღარ მიცემს ხმას ქართული ოცნების გადაგდების შემდეგ და არანაირი პოლიტიკური მომავალი მათ აღარ ექნებათ, თუ რომელიმე გაბედავს, ჩვენ აუცილებლად გვაქვს უდიდესი ბერკეტი და ამ ბერკეტს გამოვიყენებთ, უბრალოდ ბოიკოტს გამოუცხადებს ამომრჩეველი თვითმმართველობის არჩევნებს. ვერც ერთი პოლიტიკური პარტია ვერ მიიღებს ამომრჩევლის ხმას თვითმმართველობის არჩევნებში გასვლის შემთხვევაში.